არის შაბათის ვარში, რომელიც ეძღვნება 20 ივნისის სასაკლაოს, რომელიც მოაწყო რუსულმა ქორწმანდამ. ემახსოვრება ყველას 2019 წლის 20 ივნისს რუსი გავრილოვი ჩასვეს ზვიად გამსახურდიას სავარძელში და ასე შეურაცხყვეს სრულიად ქართველი ერი. ამას მოყვა მთელი ის უბედურება, რაც დატრიალდა. მაშინ ეს იყო სპეციალური ოპერაცია საიმისოდ, რომ ქართველი ხალხი შეეჩვიათ რუსული იმპერიის ჩექმის ქვეშ ყოფნაში. სპეციალურად გააკეთეს ეს იმის გასატესტად, როგორ გადაიტანდა ამას, როგორ შეხვდებოდა ამას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი შეხვდა ამას შესაბამისად. ეროვნულ შეურაცხყოფას აღიქვა ეს რუსული სპეცოპერაცია და გასცა საკადრისი პასუხი. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა ეს ყველაფერი, აი 2019 წლიდან, რაც მოხდა შემდეგ 2023-24-ში, ეს ყველაფერი იმის გამოძახილი არის. ანუ რუსული იმპერია უკმაყოფილო დარჩა მისი ვასალის ბორია ივანიშვილის მოქმედებით 2019-ში და შემდეგ წლებში მოინდომეს ქართველთა ეროვნული ღირსების ფეხქვეშ გათელვა და ხერხემალში გადამტვრევა. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა. ეს არის ერთიანი რუსული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. თუ დაუკვირდებით ქრონოლოგიას, ზუსტად მივხვდებით, რომ არაფერი გადაჭარბებული აქ არ არის. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? საიმისოდ, რომ არ დავნებდეთ და არ დავკარგოთ სახელმწიფოებრიობა, პირდაპირ მნიშვნელობით, რომ არ გავყიდოთ ჩვენი შვილების მომავალი. უნდა ვიბრძოლოთ. როგორც იბრძოდნენ ეროვნული მოძრაობის დროს ზვიად გამსახურდია მერაბ-კოსტავა და სხვა ათასობით და 10,000-ობით ადამიანი, ზუსტად ეს მდგომარეობა დღესაც. მე მგონი ყველა ჭკუაყოფელი ამას ხვდება. ვით რომ ხვდება, ძალიან დიდი პრობლემები აქვს იმის საქმეში, რა ხდება მის სამშობლოში. ან შეგნებული მონა არის, რომელიც ყიდის სამშობლოს და ეპოება როგორც თქვენ, მუხლიჩოკა დაჩოქილი ამ რუსული მონობის დამყარებას საქართველოში. 20 ივნისი არის ის თარიღი, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როგორც ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი უდიდესი გამოვლინება, როცა ადამიანებმა იმ წვიების წვიმაშიც კი, იმ სასტიკ დარბევაშიც კი გაბედეს და დაიცვეს თავისი ეროვნული ღირსება. დღეს ქართული ოცნება, ეს რუსული კონტრრეჟიმი, რომელიც წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმს, ყველაზე სუსტია მთელი თავისი 14 წლიანი მმართველობის პერიოდის შედარებით, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ რუსული იმპერია, პუტინი დედის თხოვნის რეჟიმში არის. მოსკოვს უბომბავენ, ხალხზე გადააბომბეს მოსკოვი. უკრაინის ფრონტზე ასე გაფარჩაკებული და ასე გაუბედურებული ის არასოდეს არ ყოფილა. ყირიმის ბლოკადა მიმდინარეობს. უკვე ელიან იმას, რომ ყირიმს გადასხამენ ყირიმზე დესანტს უკრაინელები და გაათავისუფლებენ ამ ნახევარკუნძულს, რომელიც უკვე კუნძულად არის. სეული იქიდან გამომდინარე, რომ მისი ბლოკადა მიმდინარეობს, არც იარაღი, არც საწვავი, არაფერი არ შედის. შეერთებული შტატების კონგრესი, ევროპარლამენტი, ევროკავშირი, ის რეზოლუცია, რომელიც მიიღეს ამ რამდენიმე დღის წინ, სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ქართული ოცნების დაისიდგება, სანქცირება პერსონალური ბორია ივანაშვილს და მის ოჯახს, ყველა პროკურორს, რა ვიცი, ყველა კობახიძეს, ყველა პაპუასაშვილს და უკანასკნელ ზარქუამდე ფინანსური სანქციების მოთხოვნა არის უკვე, რომელიც ამ რეზოლუციაში წერია და რომელიც უნდა განახორციელოს ევროკომისიამ, ანუ ევროკავშირის მთავრობამ. შეერთებული შტატების კონგრესში რამდენიმე საათის წინ ესეც დევს ჩემს გვერდზე კონგრესში შევიდა საკანონმდებლო აქტი, რომელთაც იმ შეთანხმებას, რომელიც ტრამპმა გაუფორმა
სალამი. გაუგორმა ისრაელს და არაბულ ქვეყნებს უერთდებიან შუა აზიის 5 რესპუბლიკა, ყოფილი საბჭოთა, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და პლუს ამას იქ ჩაწერილია კავკასიის 3 ქვეყანა, რომელიც ასევე უნდა მოექცეს შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური სტრატეგიული ინტერესების სფეროში. ანუ საქართველო ამ უდიდესი გლობალური უსაფრთხოების სისტემაში მოაზრებული აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, ამერიკას. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი ოლიგარქი საქართველოში არის ნონსენსი. ის არანაირად დაჯდება ამ გლობალური უსაფრთხოების სცენაში და ბიზნა ივანიშვილი და მისი რეჟიმი როგორც ამოსაღები კბილი, მორყეული ჭიანდი კბილი უნდა ამოედროს. აი ამისთვის არის საჭირო ქართული ხალხის ბრძოლა, რომ შეერთებული შტატების და ევროკავშირის ზეწოლის ქვეშ ჩვენ აქ შიგნიდან ჩვენი პრინციპული ბრძოლით, ჩვენი სამშობლოსათვის ბრძოლით, ჩვენი შვილებისათვის ბრძოლით მივახციოთ წარმატებას და გავათავისუფლოთ ქვეყანა ამ რუსული კოცნაგავისაგან. ამას მეტი არაფერი არ ქვია. ეს არის განმათავისუფლებელი ბრძოლა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. გითხარით უკვე საოკუპაციო რეჟიმი არის გორია რუსი დივერსანტი ივანაშვილი. ეს არის. არავითარ შემთხვევაში არ შევწდეთ იმაში, რომ შევაფასოთ ეს კოც რეჟიმი როგორც ცუდი ხელისუფლება, ისე რა ხელისუფლება, აი გადაცდომებიო აქ რაღაც ხელისუფლება, არა. ეს არის საოკუპაციო რეჟიმი, მტერი. და მტერი ჩვენს ხელისუფლებაში არ დაიწყო. თუ ჩვენ გვაქვს ეროვნული ღირსება. ისე როგორც ეს გააკეთა 20 ივნისის ბრძოლისას ქართულმა ხალხმა და როგორც ესაკეთებს ამდენი ხალხი გამოცდილება. ანუ ბრძოლა ბოლომდე. გაავრცელეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს თავისუფლებისათვის. ჩვენი შვილების თავისუფლებისათვის, იმიტომ რომ ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ იმას, თუ ჩვენ ხელები ჩამოუშვით და შევებუეთ ამ რუსულ ბოსებს, რომელსაც უშენებს გორია ივანაშვილი. წარმატებები იხარეთ.